ეკონომისტ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემაში უპრეცედენტო და ანომალიური მოვლენა ფიქსირდება. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების აღებაზე ფაქტობრივად უარი თქვეს, რის გამოც ბოლო 4 წელიწადში ამ სესხების მოცულობა 13 ჯერ შემცირდა და 4 მილიარდიდან 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა. გოცირიძე განმარტავს, რომ ეს ტენდენცია ბანკებში საკუთარი ალტერნატიული რესურსის მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. კარგია, რომ კომერციულ ბანკებს არ სჭირდებათ ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება, რადგან მათ გაუჩნდათ საკუთარი რესურსი. საიდან გაჩნდა ეს რესურსი? აი ამ კითხვაზე თუ გავცემთ პასუხს, ჩვენ დავინახავთ ამ მოვლენის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს. მთავარი ფაქტორი ეს არის იმ უზარმაზარი ოდენობის ფინანსური ნაკადების წარმოქმნა საქართველოში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და ზოგადად უკრაინაში ომთან. საქართველოში შემოედინება დიდძალი ფული და ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, მიზეზი აი ამ მოვლენისა, როდესაც დიდი ოდენობის ლარის მასა გაუჩნდა კომერციულ ბანკებს, არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა. 6 თვის განმავლობაში 1,4 მილიარდი დოლარი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. ერთი მხრივ ეს კარგია, ივსება რეზერვები, მაგრამ მეორე მხრივ 4 მილიარდი ლარის, ასე ვთქვათ, დამატებითი ინექცია მოხდა ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა იწვევს ფასების დას, აჩქარებს ინფლაციას. ასევე ის ხელს უშლის ლარის ბუნებრივ გამყარებას, ხოლო ლარის, ასე ვთქვათ, გამყარების შეფერხება ნიშნავს იმპორტის გაძვირებას. ეროვნულმა ბანკმა ორი ალტერნატივიდან რეზერვების შევსება და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გამტკიცება, თუ ფასების ზრდის მოტოქვა აირჩია პირველი. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ფინანსურ სისტემაში მიმდინარე ეს პროცესები გონივრულ მართვას საჭიროებს, რათა დროებითმა ფინანსურმა სარგებელმა გრძელვადიანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური რისკები არ შექმნას. მოვლენა არის მრავალპლანიანი, რომელიც აჩვენებს ასევე ირიბად სხვა მოვლენებს, როგორც ფინანსებში, ასევე ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში. ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პროცესების მართვა არის არა ასე ვთქვათ ეფექტიანი, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება ფასების ზრდაში. მთავრობამ პრიორიტეტად დღეს მოსახლეობის სიღარიბისაგან დაცვა უნდა აიღოს და არა თუნდაც იგივე პოლიტიკურად აზარტულად გამოდევნება რეზერვების მატებაზე, რომელსაც შემდეგ რაღაც ბრიფინგებზე სიამაყით განაცხადებენ ხოლმე. საქართველოს გადაქცეულია დიდ ფინანსურ პოლიგონად, სადაც მოგებას ნახულობს ელიტა, მოგებას ნახულობს კომერციული ბანკები, თუმცა კომერციული ბანკები მრავლობითში არც ითქმის, იმიტომ რომ 3,3 მილიარდი ლარის მოგებიდან გასულ წელს დაახლოებით 3 მილიარდი აიღო ორმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა და TBC-ის ბანკმა. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს რომელმა ბანკმა, უნდა იფიქროს სტაბილურობაზე ფასებისა, ისევე როგორც მთავრობამ. რაც შეეხება ამ ნაკადების კორუფციულ, ასე ვთქვათ, ბუნებას და თუ სად მიდის, ასე ვთქვათ, ეს ნაღები, ეს უკვე ცალკე თემაა და თუ სად მიდის, ამას თავად ხელისუფლების კლანებს შორის დაპირისპირება აჩვენებს, როდესაც ერთმანეთს იჭერენ. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ როდესაც საბანკო სისტემაში ასეთი ანომალიური ვითარება ფიქსირდება, ეროვნულმა ბანკმა განმარტებები უნდა გააკეთოს.